წმინდა გიორგის სახელობის ილორის საკვირაო სკოლის დევნილ ახალგაზრდებს გურა მოდიშარია ეწვია. მწერალი მოზარდებს წიგნიერებასა და შემოქმედებით აზროვნებაზე გაესაუბრა. შეხვედრის მსვლელობისას გურა მოდიშარიამ განსაკუთრებული სითბოთი გაიხსენა აფხაზეთი. გულწრფელი ნოსტალგიით აღწერა იქ გატარებული დრო, ყოველდღიური ცხოვრების სურნელი, ადამიანები, მეგობრები და ეპიზოდები, რომლებმაც მის შემოქმედებას საფუძველი ჩაუყარა. ღონისძიების დასასრულს მწერალმა მოზარდებს საჩუქრად მისივე ხელმოწერით საავტორო წიგნის სალამია გადასცა. ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა. განსაკუთრებული შეხვედრა ჰქონდა ილორის საკვირაო სკოლის მოსწავლეებთან. აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით გაიმართა შეხვედრა მწერალ გურა მოდიშარიასთან. ბატონმა გურამმა ახალგაზრდებთან ისაუბრა ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე, ჩვენს საერთო ტრადიციებზე და კულტურაზე. ლიტერატურა ყოველთვის იყო ერთი ფუნქცია ქონდა კიდევ ის რომ ის ხიდის როლსაც თამაშობს. ანუ ლიტერატურული ხიდი, ანუ წიგნები, რომელსაც იქაც წაიკითხავენ და აქაც წაიკითხავენ და ეს თაობა ბავშვების აუცილებლად ამ წიგნების შემდეგ უფრო მეტად გაუადვილდებათ მათ დიალოგის წარმართვა. კარგი შეხვედრა იყო, ბატონმა გურამმა ისაუბრა თავისი წიგნების შესახებ და აფხაზეთის ისტორიები გაიხსენა და მე ძალიან ყოფილი ვარ ამ შეხვედრით.